ყველაზე მძიმე კარი შვილის კარია. მამა დილით ადრე ადგა. ეზო მოაწესრიგა. პიჯაკი გაცვეთილი ეცვა, მაგრამ სუფთა. თავისთვის ჩაილაპარაკა. შვილიშვილებთან წავალ, ტკბილეულს წავუღებ. თმაზე მოვეფერები, თვალებში ჩავხედავ, გაეღიმებათ. ცოტას ვითამაშებთ. მეც მათი ნახვით დღესასწაული მექნება. შვილისა და რძლის საცხოვრებელი კორპუსის კართან მივიდა. დაცვამ პირადობა სთხოვა, ზემოთ აცნობესი. მამამ თავი დახარა. შვილის სახლიც ციხესიმაგრედ ქცეულა. გაიფიქრა ჩუმად. კარგი, უთხრა დაცვამ. ლიფტით 21 სართულზე ავიდა. ლიფტი რომ არ იყოს, ავიდოდი კი. კარი რძალმა გაუხო. დაინახა მამამთილი და უთხრა. სჯობდა დაგერეკათ. სახლი ცოტა არეულია. ბავშვები დახტიან. მამამ მშვიდად გაიღიმა. არაფერია. ბავშვებმა თუ არ იხტუნავა, როგორ იქნება? შენ არ იდარდო. არაფერს დავანგრევ. ისე მოვეფერები, კვალსაც არ დავტოვებთ. შვილიშვილებს მოეხვია. ბოლოს და ბოლოს ბაბუა იყო. ჯიბეში საგულდაგულოდ დამალული ტკბილეულიც ჰქონდა. მაგრამ რძალმა მაშინვე გააფრთხილა. გთხოვთ, შაქარი არა, ჩვენ ჯანსაღად ვიკვებებით. მამას ხმა არ ამოუღია. ტკბილეული ისევ ჯიბეში ჩაიდო. როგორც ყოველთვის, დუმილით მოითმინა. აკანკალებული ხელით ჯიბეში ტკბილეულს უჭერდა. ეს წლების განმავლობაში ჩვევად ქცეოდა. მერე შვილიშვილებს მოუბრუნდა. მოდით, ბაბუ, ფულს მოგცემთ. პატარა გოგომ ხელი გაუწოდა, მაგრამ დედამ თავი გააკნია. არა, არ შეიძლება. ბაბუა პენსიონერია. გთხოვთ, თავი ძლივს გააქვს. მამამ რძალს თვალებში შეხედა, იმ თვალებში, რომელიც ძლიერად აჩვენებდნენ თავს. თითქოს რაღაცის გაგებას ცდილობდა. მერე ნელა გაუშვა ხელი შვილიშვილს. ბავშვს ხმა უკანკალდა. ბაბუ, ნუ მოგცემ ფულს. ბაბუას ხელი ჰაერში დარჩა. გაღიმება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. სახეზე ნაუჭებმა სიმშვიდე კი არა, ტკივილი დატოვეს. შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა. კარგი, ჩემო ლამაზო. ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენი ღიმილია. დივნის კიდეზე ჩამოჯდა. არ მიყრდნობია, მაგიდასაც კი ფრთხილად შეეხო. ყველაფერი ბზინავდა, მაგრამ სახლს სითბო აკლდა. ბავშვებმა ბაბუას ზღაპრის მოყოლა სთხოვეს. როცა ბავშვებს ქუთუთოები დაუმძიმდათ, ბაბუამ წამით სამყარო დაივიწყა. კარგია რომ მოვედი, გაიფიქრა ბაბუამ. მერე რძალი გამოვიდა და მამამთილს უთხრა. ცოტა ხანში სტუმრები გვეყოლება. უნდა მოვემზადოთ. თუ გინდათ, ნელ-ნელა თქვენ გაიმზადეთ და წადით. ალბათ ესეც სიყვარულის ფორმა იყო. მაგრამ მამა უკვე მიხვდა. ყველაზე მძიმე კარი შვილის კარია. ყველაზე ჩუმი გულის ტკივილი კი მამის. და იმ წამს ეს ყველაფერი მხოლოდ გულში გაიფიქრა. მშობლის სიყვარულს გრამები და წესები არ აქვს. როცა მამას შვილიშვილისთვის გადანახულ ტკბილეულს ართმევ, შენ მას მხოლოდ შაქარს კი არ უკრძალავ, არამედ იმ სიხარულს, რომლითაც მთელი გზა მოდიოდა. როდესაც პენსიონერი მამის გაწვდილ რამდენიმე ლარს სიამაყით უარყოფ, შენ მის ღირსებასა და ზრუნველობას უარყოფ. ყველაზე მძიმე კარი შვილის კარი ყოფილა. როცა იქ შესულ მშობლებს ჰაერი აკლია. როცა ის დივანზე მიყრდნობასაც კი ვერ ბედავს. რადგან ეშინია თქვენს იდეალურ წესრიგში რამე არ დაარღვიოს. გახსოვდეთ, მშობლები ჩვენს სახლებში სტუმრები არ არიან. ისინი იმ საძირკვლის ნაწილნი არიან, რომელზეც ჩვენი დღევანდელი სიმაღლეები დგას. ნუ დაველოდებით იმ დროს, როცა მათ მიერ დატოვებული სიცარიელე უფრო მძიმე აღმოჩნდება, ვიდრე ნებისმიერი გაჯახუნებული კარი. მიეცით მათ უფლება, იყვნენ ბაბუები და ბებიები, ცოტაოდენი შაქრით, ბევრი ზღაპრით და სითბოთი, რომელსაც ვერცერთი თანამედროვე სტანდარტი ვერ ჩაანაცვლებს.